შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მოხალისენი მერვე როგორც შახტიდან ჰაუპტვახტთან ყრუდყმუის ძაღლი ჭაბუკი გუშაგი ყურს უგდებს ყმუილს და ძახილს კედლის გასწვრივ კი როგორც სიზმარში მოხოხავს მტერი და ქარი მღერის ჩურილინი. ჯარისკაცები ყაზარმის კედელთან ისხდნენ და მზეზე ეფიცხებოდნენ. როდესაც მზე მთისიქით ჩაესვენა და ზამთრის სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ისინი შენობაში შევიდნენ. დღეს მეკუჭნავემ მოხალისეებს ფეხსაცმელები, თბილი ქურთუკი, შარვალი, თეთრეული, ბუხრის ქუდი, ლეიბი და შალის თხელი საბანი დაურიგა. ყაზარმაში საშინლად ციოდა. დერეფანში ფიცრებს ჩეხდნენ. ცარიელ ყუთებს ამტვრევდნენ და ღუმელში ხრიდნენ. მაგრამ დიდსა და ფანჯრებ ჩალეწილ ოთახს ღუმელი ვერ ათბობდა. მოხალისენი ტახტზე გაუხდელად დაგორდნენ და შალის საბანი და მაზარაც გადაიხურეს. გარეთ ყინავდა და ისევ სუსხიანი ქარი ქროდა. ოთახში ზემდეგი სოსო ლაზრიშვილი შემოვიდა. ღუმელის ცეცხლს მიეფიცხა. ზემდეგი ახოვანი ვაჟკაცი იყო, ჯარში და ომში ნათრევი. შნოიანი ქეიფის, კარგი ხმისა და უბადლო ცეკვის გამო ოფიცერთა წრეში მიღებული. მელოტი თავი ზამთარ ზაფხულსაც გადახოტრილი ჰქონდა. თვალები მუქწაბლისფერი, ელვარე, ლამაზი ტუჭკბილი, პატარა ცხვირი და მოკლედ შეკრეჭილი ქერაულვაშები. ღილებს შეხსნილი გრძელი, მხედრული მაზარა ეცვა. ჩენჩურ მოკლე ჩოხაზე მაზარის ქვეშ ფართო ხანჯალი ერტყა და ცისფრად მოელვური პარაბელიუმი ეკიდა. ლაზრიშვილს ოფიცრები ლექს ეძახდნენ. კორნელის ფეხები გაუცივდა. საბანზე მაზარა წაეხურა, მაგრამ არც ისშველოდა. შამფურზე წამოგებულ გოჭივით ტრიალებდა. ბოლოს წამოდგა, ღუმელთან მივიდა და კანკალით განაცხადა. როგორ უხრაცივა, ურასიცივეა. ზემდეგს განიერი ბეჭებით დაეფარნა ღუმელი. კორნელი შეათვალიერა, გაუღიმა და უთხრა. აი ჯარისკაცი, მაშინ რა სიტყვის შვილო, ყინვიან ზამთრით ფრონტზე რომ წაგაბრძანებენ. ყურსათბურიანი ბუხრის ქუდით მდგარმა მორიგემ უხეშად გაიცინა. ყველაფერი შეჩვევაზეა, მიუგო კორნელიმ ზემდეგს და ცარიელ საყომბარე ყუთზე დარცხვენით ჩამოჯდა. სანდრომ, გრიგოლმა, პეტრემ და გიგამაც კორნელის მიჰბაძეს. ისინიც ღუმელთან მივიდნენ. ლაზრიშვილმა ომის ჩადენილი გმირობებით კვეხნა დაიწყო. დაუჯერებელ საზღაპრო შემთხვევებს ყვებოდა. მოხალისენი სულგანაბული უსმენდნენ. როდესაც ლაზრიშვილი წავიდა, კორნელი და მისი მეგობრები უფრო ახლოს მიუსხდნენ ცეცხლს და ახლა ისინი განაგრძობდნენ საუბარს. გრიგოლ ცაგურიშვილი სოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებზე ლაპარაკობდა. ამას წინათ მოულოდნელად განაცხადა სანდრომ.
გუშაგი მოკლეს და იარაღი გაიტაცეს. როგორ გუშაგი მოკლეს? ჰკითხეს ბრიგადაში ყველაზე ადრე მისულ პეტრეს მოხალისეებმა. აბა რა გითხრათ? მიუგო პეტრემ. როდესაც განმრინებული საწყობთან მივიდა, თავგატეხილი უიარაღო და მკვდარი გუშაგი დაუხვდა. როდემდე დატოვებენ იმ ყაჩაღ და ავაზაკ დეზერტირებს ჩვენს ბრიგადაში, იყვირეს მოხალისეებმა. დაიცათ, თქვენც მოგიხდებათ იმ საწყობთან გუშაგობა. დააიმედა ისინი პეტრემ. ის საწყობი, რომლის შესახებაც პეტრე ლაპარაკობდა, ბრიგადის არტილერიის პარკის უკან იყო, მტკვრის მაღალ ნაპირას, მუშტაიდის ბაღის პირდაპირ. იქ აღარაფერი აღარ იყო სადარაჯო. დარბეულ და გაძარცულ საწყობში უწესრიგოდ ეყარა უვარგისი ნივთები. დამტრეული ავეჯი, მოკაზმულობა, არტილერიის ბიბლიოთეკის დახეული წიგნები, სამხედრო ენციკლოპედია, რკინის ყუთები, სამხრეები. კორნელი გვიან დაწვა, მაგრამ კარგახანს არ დასძინებია. საწყობთან მოკლული ჯარისკაცის შესახებ ფიქრობდა. გამთიადისას ჩაეძინა მხოლოდ, მაგრამ მაშინვე საყვირი გაისმა. სანდრო, პეტრე და რამდენიმე სხვა ჯარისკაცი წამოადგნენ, საჩქაროდ ჩაიცვეს. გაყინული წყლით პირი დაიბანეს და ლოგინი მიალაგეს. ეთყობოდა ისინი სერიოზულად აპირებდნენ კარგი ჯარისკაცის სახელის დამსახურებას, როგორც აქ ყაზარმაში, ისე ბრძოლის ველზეც. სხვა მოხალისენი კი ისევ არხეინად ძილს განაგრძობდნენ. ზემდეგი სოსო ლაზრიშვილი საწოლებს შორის დადიოდა და მათრახის ტარის ცემით აღვიძებდა მათ. ადექით ბიჭებო, საცაა მორიგი ოფიცერი ჩამოივლის. გააჭირვა საქმე ამ ზელიმხანმა. ცხარობდა გიგა ხუციშვილი. სუსხიანი ზამთრის ალიონზე ლოგინის მიტოვება სტუდენტებისათვის ტანჯვა იყო, მაგრამ ყველაზე დიდ სატანჯველს იგი ფუფუნებაში აღზრდილ, ნაზ და განებივრებულ ჯვებე მიქელაძისათვის წარმოადგენდა. როდესაც ბრიგადაში მოსწავლე ახალგაზრდებისა და სტუდენტების საკმაო რიცხვი შეგროვდა, ისინი ბატარეების მიხედვით დაანაწილეს. ჯგუფებად გაჰყვეს და ოფიცრებმა მათთან ყოველდღე მეცადინეობა დაიწყეს. მოხალისეებს ზარბაზნის შემადგენელ ნაწილებად დაშლას და აწყობას, პანორამით სარგებლობას, ზარბაზნის დამიზნებას, დატენას და გასროლას ასწავლიდნენ. მოხალისეებს ასწავლიდნენ აგრეთვე პარალელულ, ჯვარედინ და მარაოსებრად ცეცხლის გახსნას, თვალისათვის ხილულ და უხილავ მიზანში სროლას და სხვა წესებს. მეცადინეობის მერმე ჯარისკაცები ოხუნჯობდნენ და ერთმანეთს მეც სახელს არქმევდნენ. სუკანსა და ღონიერ ჭაბუკს, ონისე ნიკოლაძეს, რომელიც ზარბაზნის სახნისა ხორთუმზე მუშაობდა, თავისუფლად წევდა და ატრიალებდა ზარბაზანს, მეც სახელად სპილო უწოდეს. კაპიტონ სარჩიმელიას პანამაში არქვეს, რადგან შლაპას ატარებდა და პანორამაზე მუშაობდა. სახელწოდება მეტად ბევრი იყო, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული. ასე მაგალითად, მეკუჭნავე კოლა ცხაკაიას შაქრის, პურის და თუთუნის მცირე ულუფების დარიგებისათვის გიგა ხუციშვილმა რატომღაც კოლა დე რეინცი შეარქვა და ბრაზით უთხრა: შეპირძაღლო, ამ ერთმა ნამცეცა პურმა როგორ უნდა გამაცხოს ამოდენა კაცი. ასეთი 40 ნაჭერი ჩაიტევა ჩემს მუცელში. ჯარში ჩაწერილმა მე-6 კლასის მოწაფემ კაკო ბაქრაძემ შენიშნა: შენი მუცლის მიხედვით კი არ აწონინებენ პურს კოლადერიენცის. უნდა იმყოფინო, სხვა გზა არა. შესავით კანარეიკა ხომ არა ვარ, რომ იმყოფინო, მიუგო გიგამ. ხომ ხედავ,
გხუცესავით მუცელი გაგზრდია. შენ რა გაგაცხებ, შენ დოყლაპია ბლაღოჩინო. დასცინა კაკომაც და მუცელზე ხელი შემოჰკრა. იმ დღიდან გიგას ბლაღოჩინს ეძახდნენ, კაკოს კი კანარეიკას. ასე ნათლავდნენ ერთმანეთ ჯარისკაცები, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, გიგა მართალი იყო. ერთი ნამცეცი, უარგისი შავი პურით და აყროლებული თევზის ნახარში კაცი კუჭს ვერ გაიძღებდა. საშინელ პირობებში მსახურობდნენ მოხალისე სტუდენტები. ყაზარმა გაბინძურებული იყო, კბენარებით სავსე. არავითარი წესრიგი და სისუფთავე არ არსებობდა. ღამით უწესონი დგებოდნენ და იქვე შემოსავალ კარებთან კიბეზე გადიოდნენ, რის გამოც დერეფნები ალაფებული და აყროლებული იყო. ფანჯრებს მინები არ ჰქონდა და მინის ჩასმაზე არავინ არ ზრუნავდა. შეშის უქონლობის გამო საშინლად ციოდა. ზამთრის სუსხიან ღამით ჯარისკაცები ერთმანეთს ეკვროდნენ და ისე თბებოდნენ. კორნელი, სანდრო, გრიგოლი, პეტრე, გიგა, კუკური და ჯვებე ერთ მხარეზე იწვნენ. სიცივის გამო ნაშვაღამებს თუ დაიძინებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ უთენია დაჰკრავდნენ ნაღარასა და პატარეის ახალი ზემდეგი, თავქარიანი, თავგომბორა, მომცრო კაცი, ზესტაფონელი ვიღაც ანაპოტისტე ფერაძე ტყვიან ფრქვევის ჯერივით დააყრიდა და აყაყანდებოდა. ადი მალე, მალე ადექი, ეს ყაზარმაა და არა ჩვენი სახლი. ამდენი თუ გეხვეწეთ, რაღა უფროსი ვარ და ფელდებელი, ჩემო ძმაო. წეთი დეიკერგი აქედან შეკეციანო, ფელდებელი თუ არა, ბრიგადის გენერალი ბრძანდები. შენისთანა უფროსები ჭირსად წაუღია. ჩვენ შეგნებით ვართ აქ მოსული და არა უფროსების ძალითა. დაუცახცახებდა გიგა ხუციშვილი. შეგნებული თუ ხარ ადი ზეზე, მალეკენი. 1 საათი გევიდა, რაც ნაღარა დაუკრეს, ჩემო ძმაო. შენ კი არ ხეინად კოტრიალობ ლოგინში. გულს უწყალებდა ჯარისკაცებს ყაყანით ზემდეგი ანაპოტისტე ფერაძე. კარგი ერთი ხომ ხედავ დგებით. ეტყოდნენ სტუდენტები და დიდი ვაივაგლახით მერმე ჩაცმას დაიწყებდნენ. ყველაზე ადრე სანდრო, პეტრე, გრიგოლი და კორნელი დგებოდნენ. პირობა შეჰკრეს, მაგალითი ეჩვენებინათ სხვა ჯარისკაცებისათვის. მოხალისენი გარეთ გავიდოდნენ და რადგან ფეხის ადგილში სიბინძურის გამო არ შეისვლებოდა, ყაზარმის უკან ხრამის პირას ჩაირაზმებოდნენ. პირველ ხანებში ერთმანეთის რცხვენოდათ, მაგრამ კაცი ყველაფერს ეჩვევა. აქედან თავლაში მიდიოდნენ, ცხენებს გამოიყვანდნენ. თავლის გასწვრივ გაყვანილ ღარიდან წყალს დაალევინებდნენ, დაარწყულებდნენ, დახბანდნენ და სურველით გასწმენდნენ. ზოგი ადგომისთანავე გარბოდა თავლისაკენ, თავის ცხენს გამოიყვანდა, ფეხში ხელს წაავლებდა, აუწევდა და ღამით მოკავებულ შარცს ფლოქსსა და ქაჩაჩებში ასხამდა. შუყაყი და თურქული რომ არ შეჰყროდა. ზოგ ცხენს უკვე ეწყებოდა ექსენი და დაწყულებული ფეხი ეწვოდა. თურქულის ასეთი აქიმობა არტილერიაში დამსახურები ჯარისკაცის და ყოფილი მეტაჭკის, კაპლო ვარდიაშვილის რჩევის თანახმადს წარმოებდა. იგი აკრძალულ იქნა ბიეთლის მიერ, მაგრამ კაპლო ვარდიაშვილი მაინც განაგრძობდა თავისი უებარი წამლით მკურნალობას და მას სავსებით იზიარებდა ყოფილი მეფურგუნე და მასავით ავარა კოკო ხელაძეც. იმ დღეს კორნელი, სანდრო და გრიგოლი ბრიგადის საყარაულო რაზმში მოხვდნენ. ყარაულის გამოცვლის მერმე რაზმი პატარა შენობაში შევიდა. ჯარისკაცებმა შაშხანები კუთხეში ჯოგინად დააყენეს. ზოგი ტახტზე წამოწვა და ზოგმაც საგუშაგოზე გასვლამდე წიგნის კითხვა დაიწყო. დაღამდა.
ნავთის ლამპით განათებულ მაგიდასთან ყარაულის უფროსი პოდპორუჩიკი შენგელია იჯდა. პატარა წიგნი გაეშალა და სამხედრო წესდებას ზეპირობდა. სანდრომ ჩაიდანი შემოიტანა, გუშაგებს ჩაი დაუსხა. ჯარისკაცები ჩაის სვამდნენ, შაქარს ახრამუნებდნენ და საგუშაგოზე გასვლას ელოდნენ. დაღამებამდე გუშაგებს შიში არ უგრძნიათ, მაგრამ როდესაც დაღამდა, ჯარისკაცებმა ყაზარმებში დაიძინეს და ბრიგადის მოედანზე წყვდიადი დაეშვა, მაშინ კი შეფიქრიანდნენ. დაშვაღამებს ბარგ საწყობთან გუშაგობა რიგით კორნელის ერგო. გუშაგების განმრინებელმა გრიგოლმა ჯარისკაცები საგუშაგოსაკენ წაიყვანა. ბნელი მოედანი გალიეს და როდესაც საწყობს მიუახლოვდნენ, იქ მდგარმა გუშაგმა დაიძახა. ვინ არის? მე ვარ, მე. მიუგო გრიგოლმა გუშაგს კუკურის არანდიას. კუკურის გაეხარდა, რადგან ბნელი და სუსხიანი ღამე იყო და საწყობთან 2 საათი დგომა გასჭირვებოდა. იქნებ შიშიც განიცადა. აკი საწყობთან მოკლეს ამას წინათ გუშაგი. კორნელიმ კუკური შესცვალა, საწყობთან დადგა და შაშხანა გადმოიღო. არ შეგნატრი ძმაო, უთხრა კუკურიმ, ჯერ ერთი საშინლად ცივა და მეორეც ამ ბნელ ღამეში არაფერის ჩანს და თვალები კეფაზე უნდა გქონდეს გამობმული, თორემ ნუ გეშინია. პაპიროსი არ მოსწიო. მალე მოგაკითხავ. დაიმედა კორნელი გრიგოლმა. რისი უნდა მეშინოდეს? დაიტრაბახა კორნელიმ და წყვდიადით მოცულ მოედანს შიშით გახედა. გრიგოლმა მხარზე დაჰკრა ხელი და ჯარისკაცები წაიყვანა. ისინი მალე გაუჩინარდნენ. საწყობი საბურთალოს მაღლობზე იყო გაშენებული. ჩრდილოეთის ცივი ქარი თავისუფლად თარეშობდა მთის გაშლილ ტაფობზე. კორნელიმ ბუხრის ქუდის სათბური ყურებზე ჩამოუშვა. მერმე ბარგ საწყობის კედელს მოეფარა და ისევ მოედანს გახედა. მართლაც არაფერი არ სჩანდა. ოდნავ განათებული ფანჯრები ბჟუტავდა მხოლოდ. ომში ნამყოფი ჯარისკაცების მიერ დაკავებულ ყაზარმიდან დაფა ზურნის ხმა მოისმოდა. შაქრო ვერელსა და კოლკა ჩერნას თავისი მეზურნეები და გარმონზე დამკვრელები ჰყავთ. ბოლოს დაფა ზურნის ხმა შეწყდა და ირგვლივ სამარისებული სიჩუმე დამკვიდრდა. რას გაქვავებულ ხარ ამ კედელთან? 3 კედელი დაუზვერავი მრჩება და შესაძლოა ვინმე იქედან მოეპაროს საწყობს. გაიფიქრა კორნელიმ და საწყობის ირგვლივ სიარული დაიწყო. სიცივისაგან ფეხები ზურებოდა, ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ არც ეშველოდა. ქარი მომძლავრდა და სახეზე ყინვის მათრახებს სცემდა. ხან კიდევ ეკლებივით სჩხლეტდა. სიარული შეუძლებელი გახდა. კორნელი ისევ თავის საწყობის კედელს მოეფარა. მისი აზრით 1 საათი იქნებოდა გასული, მაგრამ ნამდვილად 20 წუთიც კი არ გასულიყო. მავთულებში ქარი ავად ზუზუნებდა. თორსხეულოს ღმერთმა კუდიანი, ჩაილაპარაკა კორნელიმ და შავად დაყუდებულ, დამუნჯებულ მთებს და წყვდიადით მოცულ ქალაქს გახედა. ქალაქში აქა-იქ ნათურები ბჟუტავდნენ. წამით კორნელიმ უპირატესობა იგრძნო შედარებით იმ ხალხთან, რომლებიც თავიანთ სახლებში ჭიანჭველებივით შემალულიყვნენ და ღრმა ძილს მისცემოდნენ. მაგრამ მარტოობის სიამაყის გრძნობა მაშინვე გაუფრინდა, რაწამსაც მოაგონდა, რომ იგი დგას სადარაჯოზე, სადაც ყოველ წუთს მოსალოდნელია თავს დაატყდეს უხილავი საშიშროება. ხალხის შედარება ჭიანჭველებთან, ხოლო თავისი თავის რჩეულ ადამიანად და გმირად დასახვა ჭაბუკი გუშაგის შიშს ახლა ვეღარ აქარვებდა. სიჩუმე ძაღლის ყეფამ დაარღვია.
ძაღლი ისე ხებდა ხევში თითქოს გვირაბში დამწყდეულ ყოფილიყოს. ხევიდან თითქო კივილიც გაისმა. გუშაგი შეკრთა და სმენად იქცა, მაგრამ კივილი არ განმეორებულა. შაქრო ვერელისა და კოლაჩერნას ბიჭები თუ დაბორიალობენ ამ შვაღამით, გაიფიქრა გუშაგმა. ქარმა კუდიანივით მიაკივლა. გულისცემა აუვარდა. გაყინულმა თითებმა საშინელი ტეხა დაუწყო. არც ისე ადვილი ყოფილა ჯარში სამსახური, ჯავრობდა კორნელი. შაშხანა იღლიაში ამოიჩარა, ხელები მაზარის ჯიბეში ჩაიწყო და მერმე ისევ ფიქრს გაჰყვა. ვინო ხერი მომდევდა ჯარში რომ ყველაზე ადრე გამოვიქეცი. თითქოს ჩემს გარდა საქართველოში სხვა ვინ იყოს. რა ისეთი სიმდიდრე აწყვია ამ დაცაწვავ საწყობში რომ უდარაჯო და სხერპლად შევეწირო. მაგრამ რას ვამბობ, ეგ ხომ შიშით გამოწვეული ჯანყია. ვინიცის ამ მთების იქით რა ხდება ახლა, იქნებ თურქებმა ბათუმი აიღეს და საქართველოს გულში შემოიჭრენ კიდეც. როგორ გაეხარდება ეს ტატეს ამ მაზარაში რომ ნახავს, როგორ გაუკვირდება ნინოს, ფიქრობდა გუშაგი. ნათლად წარმოუდგა ნინოს სახე და ნეტარება იგრძნო, მაგრამ ქარმა ისევ გააბა ტელეგრაფის მავთულებში კივილი, ძაღლმაც ისევ დაიწყო ყეფა ყმუილი ჩაღამებულ ხევში და გუშაგის პატრიოტული გრძნობა და სამიჯნურო განცდა უმალვე გაქრა. რა დიგვიანებს გრიგოლი? თუ 2 საათი არ გავიდოდა ამდენ ხანში, წუთში ხომ 60 წამია. მე დავთვლი 60 ჯერ 60 და ეს 1 საათი იქნება. თავს ინუგეშებდა გუშაგი. თვლა დაიწყო თითქოს შიშისაგან ხსნა თვლაში იყო, მაგრამ შიშს თავი მაინც ვერ დააღწია და მალე ანგარიშით შეეშალა. შეჩერდა და გაიფიქრა. 300 ჯერ 60 რომ დავთვალო, 1 საათი გამოვა. 30 ჯერ 60 ნახევარი საათი იქნება, ხოლო 15 ჯერ 60 კი 15 წუთი. ისევ დაიწყო თვლა და თითოეული 60-ის დათვლაზე თითს მოკეცავდა. ამიტომ 15 ჯერ თითის მოკეცის მერმე მისი ანგარიშით უკვე საათის მეოთხედი, ესე იგი 15 წუთი უნდა გასულიყო. ახირებული ანგარიში მალე ისევ შეეშალა და მოუთმენლობა დაეტყო. საყარაულოს შენობას მიაშტერდა, მაგრამ იქიდან არავინ არ მოდიოდა და ირგვლივ ისევ ბნელი ღამე იდგა. ძაღლმა ყმუილი შეწყვიტა. გუშაგი უმწეოდ მიეყრდნო კედელს. რაღაც გაფაჩურდა სულ ახლოს. გუშაგი შეკრთა და შაშხანა მოიმარჯვა. ვინ უნდა იყოს? გაიფიქრა მან. ყურებზე ჩამოშვებული სათბური ასწია. სმენად და ცქერად იქცა. ნათლად ხედავდა. ხევიდან ზევით, მიწაზე ხოხვით რაღაც მოდიოდა. უცნობის თვალები ნაკვერცხლებივით ღვიოდნენ. ავაზაკი, ყაჩაღი, გაიფიქრა გუშაგმა და მუხლები მოეკვეთა. ისიც მიწაზე დაწვა. წამიერ თვალთ დაუბნელდა და ყურებმა ჟივილი მორთეს. მაგრამ როდესაც გულმკერდით მიწას დაეკრა, დედამიწასავით უზარმაზარი გულის ძგერა შემოესმა და წინ იმ ავაზაკის ანთებული თვალები უფრო ნათლად დაინახა. მოდის, მოხოხავს მთის კალთაზე, ხევში ქვა და ღორღის ცვივა. ამ წამს გუშაგმა 1000 რამ გაიფიქრა. სანამდე მოუშვა მტერი ხომ გამათავა. გაუველვა თავში და შაშხანა გამართა. ცაზე ღრუბლები გარღვეულიყვნენ და ერთადერთი ვარსკვლავის შუქი შაშხანას ლულას დაეცა. ფოლადი ოდნავ აელვარდა. გუშაგმა იდროვა, მიზანს გახედა და ავაზაკის ანთებული თვალი მიზანში ამოიღო. ნელა დაუშვა ჩახმახი.
შაშხანამ დაიჭექა. წინ აღმართულმა დაყრუებულმა ქედებმა 9-ჯერ გადასცეს ერთმანეთს შაშხანის გრიალი და მაშინვე გუშაკს გულში ჩაკლული უცნაური კივილი შემოესმა. რაღაც ავსილ ტომარასავით მძიმე დაცოცდა და მთის კალთიდან ხევისკენ დაგორდა. მოვახვედრე თუ არა? გაიფიქრა გუშაგმა. ცარიელი ვაზნა ამოაგდო და შაშხანის საკეტი ისევ გადარაზა. იგი მიწაზე გართხმულიყო და ისევ უმიზნებდა, მაგრამ თვალანთებული მოპირდაპირე ახლა აღარ ჩანდა. გავარდა თუ არა შაშხანა, გრიგოლი, სანდრო და კუკური საწყობისაკენ ქარივით წამოვიდნენ. კორნელი! დაუძახა გრიგოლმა. აქავარ, რა მოხდა? რა ამბავია? შენ გაისროლე? ჰო, მე გავისროლე. მორიგე ოფიცერი პოდპორუჩიკი შენგელიაც მოვიდა და გუშაკს კითხა. რა მოხდა? პოდპორუჩიკს ზემდეგი სოსო ლაზრიშვილიც ახლდა. ვიღაც მეპარებოდა. მოახსენა პოდპორუჩიკს გუშაგმა. აი, აქედან ხევიდან დაუძახე, ხმა არ გამცა და ვესროლე. პოდპორუჩიკმა ბრძანება გასცა და ჯარისკაცები მთასა და ველზე გაიშალნენ. სოსო ლაზრიშვილმა პარაბელუმი ამოიღო. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გრიგოლმა რბილ სხეულს წამოსდო ფეხი და უყვირა. ვინა ხარ? უცნობი ხმას არ იღებდა. პოდპორუჩიკმა ჯიბის ფარანი მიანათა და ყველამ ცხადად დაინახა ახლა ნაგაზი. ძაღლს თავის სისხლით შეხვებოდა. გუშაკს შუბლში მოერტყა ტყვია. სოსო ლაზრიშვილმა გადაიხარხარა. მოდი და ასეთი ჯარისკაცებით იბრძოლე. ჩაიქნია ხელი პოდპორუჩიკმა. შეუძლებელია, ბატონო პოდპორუჩიკო, დაუდასტურა ლაზრიშვილმა.